ხშირად მომართავენ პაციენტები, რომელთაც აწუხებთ ქავილი წვა, გამონადენი საშუდან და აქ განსაკუთრებული ის არის, რომ ეს სიმპტომები მათ ძალიან ხშირად უმეორდებათ. ისინი მკურნალობენ, მკურნალობის შემდეგ თითქოს და არის რემისია, უკეთესობა, მერე ისევ გამწვავდება ცოტა ხანში, შემდეგ ისევ მკურნალობენ, ისევ გამწვავდება და ასე შემდეგ და ეს გრძელდება, შეიძლება გრძელდებოდეს წლობით. განსაკუთრებულად ამ მდგომარეობას ახასიათებს ის, რომ ხშირად ის მწვავდება menstruatsiasთან კავშირში, ანუ menstruatsიის შემდეგ, ან menstruatsიის მოახლოებასთან. შემდეგ უფრო ნაკლებად, თუმცა ესეც არ არის აუცილებელი რომ იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს ის სიმპტომებია, რომელიც ახასიათებს ბაქტერიულ ვაგინოზს და რომლის დიაგნოზის დასმა არ ხდება ესეთი ანალიზით. კი, ანალიზი გვჭირდება, ნაცხის ანალიზი, ბაქტერიოსკოპია თუ ბაქტერიოლოგია. შეიძლება სქესობრივად გადამდებ ინფექციებზედაც კი გავაკეთოთ ანალიზი, რათა გამოვრიცხოთ ისინი ზოგ შემთხვევაში. მაგრამ ისეთი სპეციფიური მაჩვენებელი ლაბორატორიული არ არსებობს, რომელიც დასვამს ამ დიაგნოზს. და სხვათა შორის თუ დიაგნოზის სწორად დასვი, მკურნალობა საკმაოდ მარტივია. 100% ვერ ვიტყოდი, მაგრამ 100% არაფერი არ არსებობს მედიცინაში ზოგადად. თუ დიაგნოზი სწორად დაისვა, მკურნალობა მარტივია და 98% შემთხვევაში ის არის საკმაოდ ეფექტური. ამ მდგომარეობას ეწოდება ბაქტერიული ვაგინოზი და დიაგნოზი ისმება პირველი ეს არის ექიმის კონსულტაცია, ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური ანამნეზის აკრეფით უკვე ექიმს შეუძლია ივარაუდოს ეს დიაგნოზი, ანუ წინასწარ დიაგნოზად გამოიტანოს, შემდეგ დათვალიერება, არა უბრალოდ ნაცხის აღება, არამედ დათვალიერება, pH-ის გაზომვა, საშუს ნაცხის, მიკროსკოპის ქვეშ, კონტრასტით, კოლპოსკოპის აპარატიც მეხმარება იმაში, რომ ანთება ნახო თვალით. და რასაკვირველია ბაქტერიოლოგიური ანალიზი. და აი ამ მონაცემების შეჯამებით ვიღებთ სურათს, რომლის მიხედვითაც სვამთ დიაგნოზს.